წარმატება თუ სინდისი რა შეიძლება დაემართოს ადამიანის სულს მაშინ, როდესაც ის ამ ურთულესი არჩევანის წინაშე დგება და ერთ-ერთის არჩევა აუცილებლად უწევს. მორალური დილემა, რომლის წინაშე დგომაც ადამიანისთვის შეიძლება ნამდვილი ტრაგედია და სულიერი გამოცდა შეიძლება იყოს. დღეს მინდა გესაუბროთ კლაუს მანის წიგნზე, რომელსაც ქვია მეფისტოფელი და რომელიც დაიწერა გასული საუკუნის 30-იან წლებში, მაგრამ მიუხედავად ამისა, მასში წამოჭრილი საკითხები შეიძლება ითქვას, რომ დღესაც აქტუალური და მარადიულია. სიუჟეტი ვითარდება ნაცისტური გერმანიის პერიოდში, სადაც და ეს არის ამბავი ახალგაზრდა კაცზე, ნიჭიერებით და ტალანტით სავსე ახალგაზრდა მსახიობზე, რომელიც ოცნებობს საყოველთაო აღიარებაზე და კარიერაში წარმატების მიღწევაზე. ნაცისტური რეჟიმის მოსვლამდე საკუთარ თავს მთავარი გმირი ჰიუგენი აიგივდა ნამდვილ რევოლუციონერთან და მეამბოხე ტიპთან, მაგრამ მიუხედავად ამისა, ნაცისტური რეჟიმის მოსვლის შემდეგ ის სწრაფად იცვლის საკუთარ პოლიტიკურ შეხედულებებს და მრწამს. სწრაფად ხდება მისი სულიერი ტრანსფორმაცია და ის ხდება ჩვეულებრივი მსახური და რიგითი კონფორმისტი რეჟიმის ხელში. მას სურს და აქვს ამბიცია იმის, რომ ითამაშოს სახელმწიფო თეატრში მთავარ წამყვან როლზე. ეს არის მეფისტოფელის როლი და ჩვენ ვიცით, მეფისტოფელი არის გერმანული ლეგენდის მიხედვით ბოროტი დემონი და გოეთეს ფაუსტიდანაც ცნობილია მეფისტოფელის და ფაუსტის გარიგების ამბავი, სადაც მეფისტოფელი ყველა ამ ქვეყნიურ კეთილდღეობას და სურვილის ასრულებას პირდება ფაუსტს იმ პირობით, მხოლოდ რომ საბოლოოდ ის მის სულს უნდა რომ დაეპატრონოს. აი სწორედ ასე ეპატრონება ნაცისტური რეჟიმი ახალგაზრდა მსახიობის სულს და ეს წიგნი არის ნათელი ილუსტრაცია იმის, თუ რა შეიძლება დაემართოს ადამიანს, რომელიც სავსეა ამბიციებით, სავსეა იმით, რომ მოიპოვოს საყოველთაო აღიარება და მოწონება ხალხში, მაგრამ ამისთვის მზად არის გვერდზე გადადოს საკუთარი სინდისი და მორალური პრინციპები. ის საკმაოდ მთავარი გმირი საკმაოდ სწრაფად ადის ამ კარიერულ კიბეზე, ის იღებს ამ როლს, მეფისტოფელის როლს, უახლოვდება სახელმწიფო ჩინოვნიკებს, საკმაოდ წარმატებული და აღიარებული პერსონაა და იღებს ძალიან ბევრ ბენეფიტებს სახელმწიფოს მხრიდან, თუმცა ის ნელ-ნელა ისე მძაფრად შედის მეფისტოფელის ამ დემონის როლში, რომ მკვეთრად ნელ-ნელა იშლება ზღვარი მის რეალურ პიროვნებასა და იმ ადამიანს იმ როლს შორის, რომელსაც ის სცენაზე თამაშობს. შესაბამისად, ის ხდება სრული კონფორმისტი და შემგუებელი იმ რეჟიმისა, რომელიც იმ პერიოდში მყარდება. მიუხედავად იმისა, რომ ის ბევრ სარგებელს ღებულობს რეჟიმისგან, ის გაუცნობიერებლად ხდება უკვე ჩვეულებრივი მსახური ამ რეჟიმის, რადგან რეჟიმის ბუნებაა, ტოტალიტარული რეჟიმის ბუნებაა ასეთი, რომ ის შენგან აუცილებლად მოითხოვს მსხვერპლს და მთავარ გმირსაც უწევს ისეთ მორალური პრინციპებზე გადაბიჯება, როგორც არის მაგალითად მეგობრის სიცოცხლის გაწირვა და ასე შემდეგ. მოკლედ ეს არის რომანი გაფრთხილება იმაზე, თუ რა შეიძლება ადამიანის სულს დაემართოს, თუ მას მხოლოდ აღიარება, წარმატება და ამბიციები ამოძრავეს და ამისთვის ის მზად არის საკუთარი სინდისი დათმოს. და ეს არის წიგნი იმაზე, რომ ჩვენ ყველაზე ალბათ საშიშ გარიგებას, რომელსაც შეიძლება ჩვენ ადამიანები ვდებდეთ, ეს შეიძლება იყოს სწორედ წარმატების სახელით გაფორმებული.